ქობულეთის გამგეობა აპირებს მომავალ წელს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პრობლემა ნაწილობრივ მაინც გადაჭრას. მილიონობით ლარი ბიუჯეტში გაწერილია, რომელიც სოფლის მცხოვრებლები მიიღებენ წყალს. წლების შემდეგ პირველად გრაფიკის გარეშე ზია მართალიშვილმა გაიგო. ჭვირად გება ეს ქუჩა არის სულ წყალი. ზოგან გადადის მეზობლებას. ქუჩის ხშირი დატბორვა ზარალს მოსახლეობას ეცაყენებს. ადგილობრივების ინფორმაციით მოუწესრიგებელი სისტემის გამო წყალი ეზოებსა და საცხოვრებელ ფართებშიც აღწევს. პრობლემა უცხო არ არის გურამიშვილის უბნის ბინადართათვისაც. ეს ქუჩა იტბორება ძალიან ხშირად. ყველა გაწვიმების ფაქტიურად გვეშინია. ტურისტული სეზონი ხშირად ვარდება ქუჩის მოუწესრიგებლობის გამო. იმის შემდეგ ამ ქუჩაზე ვერ გევლი მაშინით. ფეხით, ტუფლებით კაცი ვერ გევლი. ახალი კანალიზაცია გევიდა და წყალსადენი, მაგრამ არ მუშაობს. კომახიძის გურამიშვილის ლესელიდისა და ჭავჭავაძის უბნების რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი დაიხარჯება. იგეგმება სანიაღვრე სისტემის მოწყობა და საკანალიზაციო ქსელის გამართვა, რის შემდეგაც პროექტის თანახმად გზის კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაგეგმილია ჯავახიშვილის ქუჩასა და გელაურის დასახლებაში. მოწესრიგდება ერთჯერადაც ამუდამოდ ეს წყლის გადინების პრობლემა და მოწესრიგდება ასევე საგზაო ინფრასტრუქტურა. სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობასთან ერთად 7 მილიონით დაფინანსდება სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტი. სამუშაოები იმ სოფლებში დაიწყება, სადაც წყობრიდან გამოსული სისტემის გამო მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. დილის საათებში მოდის და მერე წყდება, რა თქმა უნდა. პრობლემა სარწყავად მოსახმარად ყველანაირად ყველას თითქმის ჰქონდა ჩვენი რეზერვუარები. 3,5 მილიონი ლარი ხუთუბნის შიდა დაქცევას მოხმარდება. ახალი სისტემით წყალს კვირიკესა და სამების მოსახლეობაც მიიღებს. შიგა დაქცევა არის ამ ეტაპზე ძველი ამორტიზირებული რკინის მილებით. ახალი პროექტი ჩვენ შევცვლით და ყველა მოსახლეს ინდივიდუალურად მიუყვანთ სახლში ახალი მილებით. გავაკეთებთ როგორც სოფელ სამებაში, ასევე ხუთუბანში. 150,000 ლარი აჭყვისთავის წყლის სათავე ნაგებობის მოწყობას მოხმარდება. სისტემა, რომელიც 7 სოფელს მოამარაგებს, ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა. მომავალ წელს არ იგეგმება ქაქუთის, ჩაისუბნის, ბობოყვათისა და ციხისძირის სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება. გამგეობაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში პრობლემა სრულად 2016 წელს მოგვარდება.